2019 წლის 27 სექტემბერს 19 წლის ლორენ შოუერსი მონტანაში მშენებლობის ობიექტზე მუშად მუშაობდა. იმ დღეს მისი სამუშაო იყო ჩანგლიანი დამტვირთველის მართვა უილსალის მახლობლად მდებარე საავტომობილო ხიდზე. ამინდინათელი იყო, მანქანები ფონზე ბზუოდნენ და ლორენი მთლიანად თავის საქმეზე იყო კონცენტრირებული. უბრალოდ კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავის სარჩოს შოულობდა. მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი ცუდად წავიდა. ის, რაც ჩვეულებრივ სამუშაო დღე დაიწყო, საშინელ კოშმარად გადაიქცა. მანქანები, რომლებიც შუქნიშანზე მოუთმენლად იდგნენ, უკანონოდ დაიწყეს მისი გვერდის ავლა. ხიდი ერთი ვიწრო ზოლი იყო, რომელიც ძლივს ყოფნიდა ლორენს და იმ უზარმაზარ 6 ტონიან ჩანგლიან დამტვირთველს, რომელსაც ის მართავდა. ლორენი კიდესთან უფრო ახლოს მიიწია, როცა ერთმა მანქანამ გვერდით გაიჯრა, რომ შეჯახება აეცილებინა. და სწორედ მაშინ მოხდა ეს. ხიდის მტვრევადი კიდე, რომელსაც 4 ტონიანი ჩანგლიანი დამტვირთველის წონის გაძლება აღარ შეეძლო, უეცრად ჩამოიშალა. მანქანა გადაიხარა და შემდეგ თავისი შემზარავი ვარდნა დაიწყო. ლორენი ინსტინქტურად მოქმედებდა და გადახტომა სცადა, მაგრამ ფეხი ღვედში გაეჭედა. ის უმწეოდ ეკიდა, როცა ჩანგლიანმა დამტვირთველმა ის 50 ფუტიან ფერდობზე ჩაითრია. ჩანგლიანი დამტვირთველი რამდენჯერმე გადაბრუნდა. ყოველი დაჯახება მეტალისა და მიწის შეჯახების გამაების გამაყრუებელი გრუხუნი იყო. ლორენი მიწაზე ცოცხალი დაეცა, მაგრამ სანამ გააცნობიერებდა რა მოხდა, უზარმაზარი მანქანა თავზე დაეცა და წელიდან ქვემოთ სხეული დაუმთვრია. სცენა მართლაც შემზარავი იყო. მაშველები გიჟივით მიიჭრნენ, რომ ლორენი დამტრეული ნამსხვრევებიდან გაეთავისუფლებინათ, მაგრამ დრო იწურებოდა. როგორ შეიძლება ვინმემ ესეთი წარმოუდგენელი რამ გადაიტანოს? დღეს მე მოგიყვებით 7 შოკის მომგვრელ ისტორიას, სამუშაო უბედური შემთხვევების შესახებ, რომლებიც წარმოუდგენელი საშინელებით დასრულდა. ეს არ არის ჩვეულებრივი ისტორიები მცირე შეცდომებისა და უვნებელი შეცდომების შესახებ. ეს ყველაზე საშინელი შემთხვევებია. როგორც ყოველთვის, მაყურებლის სიფრთხილეა რეკომენდებული. დაუბრუნდეთ ლორენის ისტორიას. მას შემდეგ, რაც ლორენი დამტვრა ჩანგლიანი დამტვირთველის თველის ქვეშ, ის სრულად იყო გონზე და უყურებდა მიკენებულ ზიანს. მან მოგვიანებით აღწერა საშინელი სურათი, როცა დაინახა, რომ მისი ფეხები გაჭედილი იყო და გააცნობიერა, რომ წელის ქვემოთ ყველაფერი განადგურებული ჰქონდა. როცა პარამედიკოსები მივიდნენ, ისინი შოკში ჩავარდნენ. არავის უნახავს, რომ ვინმეს ასეთი დამანგრეველი დაზიანებები გადაეტანა და გადარჩენილიყო. ჩამონგრეული ხიდის გამო სამაშველო ოპერაცია თავადაც რისკიანი იქნებოდა. ნამსხვრევები არასტაბილური იყო და არსებობდა რეალური საფრთხე, რომ კიდევ უფრო ჩამონგრეულიყო. დრო იწურებოდა, მაგრამ როგორღაც მათ შეძლეს მისი გათავისუფლება და მდგომარეობის სტაბილიზაცია. როცა ლორენი საავადმყოფოში მივიდა, ექიმებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. მისი დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ სხეულის ქვედა ნაწილის გადარჩენა შეუძლებელი გახდა. მისი მენჯი მთლიანად დამსხვრეული იყო. მისი ფეხები გამოუსწორებლად იყო დამტვრეული და ზიანი შეუქცევადი იყო. მისი სიცოცხლის გადასარჩენად მათ მოუწიათ ოპერაციის ჩატარება, რომელსაც ჰემიკორპორექტომია ეწოდება. ეს იშვიათი და უკიდურესი ქირურგიული ჩარევაა, რომის დროსაც წელქვედა ყველაფერი ამოიჭრება. ეს ოპერაცია იმდენად იშვიათია, რომ უმეტესმა ქირურგმაც კი მხოლოდ სამედიცინო სახელმძღვანელოებიდან იცის მის შესახებ. სისხლის დიდი დანაკარგის, ინფექციისა და ტრაუმის უზარმაზარმა რისკებმა მისი გადარჩენის შანსები ძალიან მცირე გახადა. მაგრამ ლორენმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და მან ქირურგიული ჩარევა გადაიტანა. როცა გამოიღვიძა, ლორენს აღარ ჰქონდა ფეხები, მენჯი და სასქესო ორგანოები, მაგრამ ის მაინც ცოცხალი იყო. დანებების ნაცვლად მან ახალ მდგომარეობასთან შეგუება აირჩია. მან სპეციალურად დამზადებული პროთეზული სავარძელი გამოიყენა და ისწავლა წონის დაბალანსება და ყოველდღიური საქმეების შესრულება. ამ ყველაფრის განმავლობაში მისი შეყვარებული საბია მის გვერდით დარჩა და ბოლოს ისინი დაქორწინდნენ. ერთად მათ ახალი ცხოვრების აშენების გზები იპოვეს. ლორენის ისტორია თითქმის უიმედო ვითარებაში გადარჩენის ამბავია. მაგრამ ზოგიერთი ისტორია, რომელსაც ახლა მოისმენთ, ასეთ ბედნიერ დასასრულს არ შეიცავს. ლორენი ჩვენი ერთადერთი გადარჩენილია. მოდით ერთი საფეხურით მაღლა ავწიოთ. რა ხდება, როცა ძველებური ტრადიციული მომზადება ახალ ტექნოლოგიას ხვდება? ეს კენჯი ურადას შემაძრწუნებელ ისტორიამდე მიგვიყვანს. კენჯი ურადა 37 წლის ტექნიკური მომსახურების მუშაკი იყო კავასაკი ჰევი ინდუსტრიაში, აკაშიში, იაპონიაში. მიუხედავად იმისა, რომ 1991 წელს ინდუსტრიული რობოტები ქარხნებში უფრო გავრცელებული ხდებოდა, უსაფრთხოების პროტოკოლები ჯერ კიდევ არ არსებობდა. ეს ნიშნავდა, რომ ტექნიკური მომსახურების მუშაკებს, მათ შორის კენჯი ურადას, შეზღუდული ტრენინგი ჰქონდათ იმაზე, თუ როგორ უნდა ემოქმედათ უსაფრთხოდ ამ რობოტებთან. ამიტომ იმ საბედისწერო ივლისში კენჯი ურადა ჩვეულებრივად წავიდა სამსახურში, როგორც სხვა დროებში. ქარხანა გადატვირთული იყო, ინდუსტრიული მანქანებისთვის კომპონენტებს აწარმოებდა და კენჯი ურადა ამ ყველაფრის ცენტრში იყო.
კენჯი ურადას ამ დღის დავალება ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. წარმოების რობოტი გაუმართავად მუშაობდა და მას ტექნიკური მომსახურება სჭირდებოდა. ჩვეულებრივ სწორი პროცედურა გულისხმობს რობოტის სრულად გამორთვას შესვამდე. თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო კენჯი უსაფრთხოების ბარიერი გვერდი აუარა. კარების გახსნის ნაცვლად, რაც ავტომატურად გათიშავდა რობოტს, მან გადაძურა ბარიერზე და გაუცნობიერებლად დატოვა რობოტი ჩართული. თავდაპირველად ყველაფერი კარგად ჩანდა. კენჯი ამოწმებდა რობოტს და სავარაუდოდ საფრთხის შესახებ არ იცოდა. მაგრამ როცა მუშაობდა, მანქანის სენსორებმა, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობდნენ, არასწორად აღიქვეს მისი ყოფნა. რობოტმა კენჯი წარმოების ხაზის ნაწილად მიიჩნია. უეცრად მისმა მექანიკურმა მკლავმა იმოძრავა და არა ადამიანური სიზუსტით ამოქმედდა. სანამ კენჯი რეაგირებას მოასწრებდა, მკლავმა ის დაიჭირა და ახლომდებარე სახეხ მანქანაზე მიამწუნაზე მიამწუდია. სენა წამში შემზარავი გახდა. ცივი უგრძნობის სიზუსტით მოძრავმა რობოტის მექანიკურმა მკლავმა კენჯი დაიჭირა და ძალით მიამსკუდია ახლომდებარე სახეხ მანქანაზე. მახეში გაბმული და გაქცევის უნარის გარეშე, მისი სხეული მანქანის დაუნდობელი მოძრაობებით დაიმტვრა. შეგიძლიათ წარმოიდგინო მუშაობა ისეთ ადგილას, სადაც მანქანებს, რომლებსაც ეკრდნობი, არ შეუძლიათ ადამიანის და დეტალის გარჩევა. კოლეგები სასწრაფოდ მიიჭრნენ დასახმარებლად, პანიკით აჭერდნენ საგანგებო გაჭერების ღილაკებს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ქარხანა სავსე იყო მძიმე ტექნიკის ხმაურით, რომელიც კენჯის კვირილს ახშობდა. რამდენიმე წამში ის გარდაიცვალა. შემთხვევის შემდეგ გამომძიებლები ცდილობდნენ გაეგოთ რა იყო შეცდომა. მათ აღმოაჩინეს, რომ კენჯიმ გამოტოვა უსაფრთხოების რამდენიმე ნაბიჯი, შესაძლოა იმისთვის, რომ შეკეთება სწრაფად დაესრულებინა. მაგრამ უფრო დიდი პრობლემა იყო სათანადო უსაფრთხოების დამცავი მექანიზმების ნაკლებობა. იმ დროს ისეთი რამეები, როგორიცაა რობოტების დაბლოკვა ან მათი შემოღობა ტექნიკური მომსახურების დროს, სტანდარტული პრაქტიკა არ იყო და კენჯი სამწუხაროდ გახდა მსხვერპლის სისტემისა, რომელიც არ იყო შექმნილი იმისთვის, რომ მუშები დაეცვა იმავე მანქანებისგან, რომლებთანაც ისინი მუშაობდნენ. კენჯის სიკვდილი ახლა ცნობილია როგორც იაპონიაში პირველი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც რობოტმა ადამიანი მოკლა. მაგრამ რამდენიმე წლით ადრე მსგავსი რამ შეერთებულ შტატებში მოხდა. ეს არის რობერტ უილიამსის ისტორია. იყო 1979 წლის 25 იანვარი. რობერტი იმ დროს 25 წლის მუშა იყო Ford Motor Company-ს მიჩიგანის ჩამოსასხმელ ცენტრში. იმ დღეს ის მუშაობდა მასიურ ნაწილების ამომღებ სისტემასთან, რომელიც შექმნილი იყო მძიმე მასალების ქარხნის იატაკზე გადასაადგილებლად. სისტემა ეკრდნობოდა რობოტ უმკლავებს, რომელთაც წონა 1 ტონაზე მეტი იყო და ისინი მაღალი საცავის თაროებიდან ნაწილების ამოღებას უზრუნველყოფდნენ. მაგრამ პრობლემა წარმოიშვა. სისტემამ დაიწყო არასწორი მარაგის რაოდენობის ჩვენება, აჩვენებდა, რომ კონტეინერები სავსე იყო, მაშინ როცა ასე არ იყო. პრობლემის გამოსასწორებლად რობერტი ავიდა საცავის თაროებში, რათა ნაწილები ხელით გამოეტანა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ვინმეს ეს მალსახმობი აერჩია. რობოტები ხშირად ნელები იყვნენ და ადამიან მუშაკებს დროის დასაზოგად ჩარევა უწევდათ. მაგრამ როცა რობერტი მუშაობდა, ერთ-ერთმა რობოტის მკლავმა მოულოდნელად იმოძრავა. მკლავი მექანიკური სიზუსტით დაიქნია და რობერტს პირდაპირ თავში დაარტყა. დარტყმა კატასტროფული იყო, რამაც ის ადგილზე მოკლა. მისმა თანამშრომლებმა თითქმის 30 წუთი მოანდომეს, რომ გაეგოთ რაღაც რიგზე არ იყო და მისი ცხედარი ეპოვათ. შემდგომმა გამოძიებამ სისტემის საფრთხეები გამოავლინა. არ არსებობდა არც სიგნალიზაცია და არც სენსორები, რომლებიც მუშებს გააფრთხილებდნენ, როცა რობოტული ხელი მოძრაობას აპირებდა და არც ბარიერები, რომლებიც ადამიანებს მანქანებისგან გამოყოფდა. მუშები ფიქრობდნენ, რომ სანამ ფრთხილად იქნებოდნენ, რობოტები საფრთხეს არ შეუქმიდნენ. მაგრამ რობოტი, რომელიც ეფექტურობისთვის იყო შექმნილი, რობერტს ადამიანად არ აღიქვამდა, უბრალოდ გარემოს კიდევ ერთ ნაწილად თვლიდა. რობერტის სიკვდილმა სამრეწველო ავარიების შესახებ მწარე სიმართლე გამოავლინა. არ არსებობს ბოროტება, არც განზრახვა, მხოლოდ ცივი მექანიკური ძალა. და სწორედ ეს ხდის ამ ისტორიებს ასე შემზარავს. ეხლა დავტოვოთ რობოტების სამყარო და გადავხედოთ უფრო ძველმოდურ რამეს. ჩვენი შემდეგი ისტორია ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის დაუდევრობა ისეთივე მომაკვდინებელი შეიძლება იყოს, როგორც ნებისმიერი მაღალტექნოლოგიური მანქანა. ეს სიმონ ჯონსის ისტორია. სიმონ ჯონსი 24 წლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო სასექსიდან, რომელიც ანთროპოლოგიის სწავლას დროებით წყვეტდა. ის დაინტერესებული იყო სამყაროთი და სოციალური სამართლიანობისადმი დიდი ვნებით გამოირჩეოდა. ხშირად მონაწილეობდა აქტივიზმში და მუშაკების სამართლიანი მოპყრობის კამპანიებში. სიმონს უყვარდა მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა და სხვადასხვა კულტურების შესწავლა, რაც მის სწავლას კარგად ერგებოდა. უნივერსიტეტიდან თავისუფალ დროს სიმონმა გადაწყვიტა შემთხვევითი სამუშაო ეძებნა, რათა საკუთარი თავი დაეფინანსებინა და რეალური ცხოვრებისეული გამოცდილება შეეძინა.
1988 წლის აპრილში ის მივიდა დასაქმების სააგენტოში სახელად Personal Selection-ი, იმ იმედით, რომ დროებით სამუშაოს იპოვიდა. მან სამუშაოზე გაამწესეს იომანის ნავსადგურში შორემში, სადაც მას გემებიდან ტვირთის გადმოტვირთვაში უნდა მიეხმარა. საიმონი არ იყო ინფორმირებული ამ საქმეში არსებული რისკების შესახებ და არც იმის შესახებ, რამდენად საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო სამუშაო გარემო. მისთვის ეს უბრალოდ ფულის შოვნის საშუალება იყო, სანამ შემდეგ ნაბიჯებს დაგეგმავდა. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ ტრაგიკულად უფრო მეტი დაუჯდა, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. პირველ დღეს, როდესაც საიმონი შორემის ევრომენის ნაუმის ადგომზე მივიდა, მზად იყო სამუშაოდ. ალბათ ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა მარტივი სამუშაო, უბრალოდ გემებიდან ტვირთის გადმოტვირთვა, სწრაფად ფულის საშუალებლად. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამუშაო ადგილი არ იყო. სიმონის სამუშაო არ იყო მანქანების მართვა. ამის ნაცვლად ის მუშაობდა სატვირთო განყოფილებაში, უზარმაზარი ორტონიანი მექანიკური დამჭერის გვერდით, რომელსაც გარედან მართავდა ვიღაცა. მაგრამ ნავსადგურის საშიში ადგილი იყო. სავსე იყო მასიური მანქანებით, მძიმე ტვირთით და მუდმივი მოძრაობით. ეს იყო ადგილი, სადაც ერთი შეცდომა სიცოცხლის ფასად შეიძლებოდა დაჯდომოდა. საიმონი გემის ტვირთის განყოფილებაში მუშაობისთვის დანიშნეს. ეს ნიშნავდა ღრმად შეღწევას ვიწრო სივრცეში, სადაც ტვირთს ტვირთავდნენ და ცლიდნენ. მის ზემოთ მექანიკური დამჭერი გამოიყენებოდა დიდი რაოდენობით ტვირთის გადასაადგილებლად. ეს ისეთი მექანიზმი არ იყო, რომლის გვერდითაც ნებისმიერს შეეძლო მუშაობა. მისი მოძრაობების, საფრთხეების და უსაფრთხოდ ყოფნის წესების გასაგებად საჭირო იყო სწავლება და გამოცდილება. მაგრამ საიმონს ეს სწავლება არ ჰქონდა მიღებული. არავის აუხსნია მისთვის რისკები, ან როგორ დარჩენილიყო უსაფრთხოდ. არავის მიუწია მისთვის დამცავი ჩაფხუტი, ან რაიმე სახის დამცავი აღჭურვილობა. ის პირდაპირ გაგზავნეს ნავსადგურის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზონაში, ყოველგვარი მომზადების გარეშე, საერთოდ არანაირი. იმ დღეს სამუშაოსთვის საჭირო იყო ამ წესთვის ტვირთის ამოღება სატვირთო განყოფილებიდან. საიმონი პირდაპირ მის გზაზე მუშაობდა, მაგრამ არავის უფიქრია, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. შესაძლოა ოპერატორებს ეგონათ, რომ საიმონმა იცოდა, რას აკეთებდა, ან იქნებ ვერც კი შეამჩნიეს, რომ ის იქ ქვემოთ იყო. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არანაირი ზომები არ მიღებულა. შემდეგ წარმოუდგენელი მოხდა. ძლავრი ამწე, რომელსაც გარედან მართავდნენ, გააქტიურდა მაშინ, როცა საიმონი ჯერ კიდევ შიგნით იყო. მან დაიწყო თავისი ჩვეულებრივი რუტინა, ცივი მექანიკური სიზუსტით მოძრაობდა. მაგრამ ამჯერად მის გზაზე მხოლოდ ტვირთი არ იყო, იქ საიმონიც იყო. მეტალის ქვები მას დააცხრნენ და მყისიერად გასტრისეს. ძალა წარმოუდგენელი იყო და არავის შეეძლო მისი დროულად შეჩერება. მახლობლად მყოფი მუშები მხოლოდ შიშით უყურებდნენ, როგორ ასრულებდა მანქანა თავის პროგრამირებულ ამოცანას, გაუცნობიერებლად, რომ მან სიცოცხლე წაართვა. მოშტენილმა სცენამ ყველა გააშეშა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მივიდნენ და სიმონის ცხედარი და სამუშაო ადგილი დახვდათ, რომელმაც მას სრულიად უმტყუნა. გამოძიებამ გამოავლინა, თუ რამდენად სერიოზულად უმტყუნა სისტემამ. სიმონი არ იყო გაწვრთნილი, არ იყო გაფრთხილებული და არ იყო დაცული. ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილას იყო განთავსებული ნავსადგურში, ყოველგვარი იმ უსაფრთხოების ზომების გარეშე, რასაც ასეთ მაღალი რისკის მქონე სამუშაოში ელოდები. არ იყო განგაშის სიგნალები, რომლებსაც გააფრთხილებდნენ, როცა ამწე უნდა დაძრულიყო. არავის შეუმოწმებია იყო თუ არა უსაფრთხო საიმონისთვის ტვირთის განყოფილებაში ყოფნა. ეს უბრალოდ ტრაგიკული შემთხვევა არ იყო, არამედ პასუხისმგებლობის სრული ჩავარდნა. საიმონის სიკვდილი არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო უყურადღებობის შედეგი, სამუშაო ადგილი, სადაც სისწრაფესა და ეფექტურობას პრიორიტეტს ანიჭებდნენ ელემენტარულ უსაფრთხოებაზე და სისტემა, რომელიც დროებით მუშებს ისე ექცეოდა, თითქოს ისინი ერთჯერადები იყვნენ. სკანდალმა, რომელიც საიმონის სიკვდილს მოჰყვა, საზოგადოება შოკში ჩააგდო და სამართლიანობის მოთხოვნის ტალღა გამოიწვია. გახდა ნათელი, რომ დასაქმების სააგენტოს, Personal Selections და Evromoons, კომპანიას, რომელიც ნავსადგურს მართავდა, მისი დაცვა ვერ შეძლეს. Evromoons ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 50,000 ფუნტით დააჯარიმეს, რაც ბევრმა ადამიანმა მიიჩნია ძალიან მცირე სასჯელად ასეთი სერიოზული შეცდომისთვის. საიმონის ოჯახმა, რომელიც მისი სიკვდილით გულგატეხილი იყო, დაიწყო საიმონ ჯონსის მემორიალური კამპანია, რათა გაეუმჯობესებინათ უსაფრთხოების წესები და გამოაეშკარავებინათ კომპანიები, რომლებიც მუშებს საფრთხეში აგდებენ. სამწუხაროდ მისი სიკვდილი ასეთი ტრაგედიების ბოლო არ ყოფილა. ჩვენი შემდეგი ამბავი გადაგვიყვანს 2012 წლის 16 აგვისტოში, სადაც კიდევ ერთი ახალგაზრდა მუშა თავის ახალ სამსახურში პირველივე დღეს საიმონის მსგავსად ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. ეს არის დეი დევისის ისტორია. დეი დევისი 21 წლის ახალგაზრდა იყო, სავსე იმედით და მზად ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად. ის ახლახან აიყვანეს დროებით მუშად დასაქმების სააგენტოს მეშვეობით, ბაკარდის ჩამომსმელ ქარხანაში ჯექსონვილში, ფლორიდაში. როგორც ბევრი ადამიანი, ვინც იწლებს ცხოვრებას, დეი ეძებდა სტაბილურ შემოსავალს და შესაძლებლობას, რომ უკეთესი მომავალი აეშენებინა თავისთვის.
მან მიიღო ეს სამსახური და 2012 წლის მე-16 აგვისტოს დეი ქარხანაში მივიდა თავისი პირველი სამუშაო დღისთვის. ქარხანა იყო დატვირთული ადგილი, სავსე მანქანების ხმებით და ბოთლებისა და ყუთების მუდმივი მოძრაობით. ქარხანაში ერთ-ერთი მთავარი მანქანა იყო პალეტიზატორი, უზარმაზარი მოწყობილობა, რომელიც რომის უთებს პალეტებზე ალაგებდა და ამზადებდა გადაზიდვისთვის. პალეტიზატორის სამუშაო მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო. ის უზრუნველყოფდა საწარმოო ხაზის ეფექტურად მუშაობას. თუმცა ამ მანქანას პრობლემების ისტორია ჰქონდა. დამტვრეული ბოთლები ხშირად ასხამდა რომს კონვეიერის ლენტებზე, რაც მათ წებოვნად ხდიდა და ხშირად იწვევს გაჭედვებს. ეს გაჭედვები მუდმივი პრობლემა იყო, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩებოდა. დეის როლი იმ დროს იყო წარმოების ხაზის ირგვლივ დასუფთავებაში დახმარება. მარტივი საქმე არა, მაგრამ სწორედ იმ დროს პალეტიზატორი ისევ გაჭედა წებოვანი კონვეიერის ლენტებისა და გატეხილი მინის გამო. უსაფრთხოების პროცედურის მიხედვით, ოპერატორს უნდა ჩაეტარებინა ლოკაუტი, ტაგაუტი, რაც გულისხმობდა მანქანის სრულად გამორთვას და დაბლოკვას, რათა თავიდან აეცილებინათ მისი ხელახლა ჩართვა, სანამ ვინმე მის ახლოს მუშაობდა. შემდეგ რაც მოხდა, ნამდვილი კოშმარი იყო. გამომძიებლებმა მოგვიანებით გაამჟღავნეს, რომ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ნაბიჯი გამოტოვებული იყო. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? დასუფთავების მოვალეობების ფარგლებში დეი გაგზავნეს პალეტიზატორის ქვეშ, რომ გაესუფთავებინა დამტვრეული მინა და რომი. ამ დავალების შესრულება ნიშნავდა, რომ მას მძიმე მანქანის ქვეშ უნდა შეძრომოდა და მთლიანად მისი მოძრაობების გავლენის ქვეშ აღმოჩნდებოდა. სანამ დეი მუშაობდა, ოპერატორმა და ზედამხედველმა გაჭედვა მოაშორეს. მათი ფიქრეს, რომ ტერიტორია თავისუფალი იყო და პალეტიზატორი თავიდან ჩართეს, ვერ მიხვდნენ, რომ დეი ჯერ კიდევ ქვეშ იყო. მანქანა კვლავ ამუშავდა. პალეტიზატორი მექანიკური სიზუსტით დაიწყო ჩამოჩამოსლა. პირდაპირ დეის ქვეშ. ეხლა უნდა გითხრათ, რომ პალეტიზატორი და მასზე დაწყობილი რომის ყუთები 2000 ფუნტზე მეც იწონიდა. შედარებისთვის ეს დაახლოებით პატარა მანქანის წონა, რომელიც ერთ ადამიანს აწვება. დეი, რომელიც ჯერ კიდევ მანქანის ქვეშ იყო, რეაგირების დრო არ ჰქონდა. გაჭყლეტის ძალა წარმოუდგენელი იყო. იმ დროისთვის, როცა მისმა თანამშრომლებმა მისი ყვირილი გაიგეს და საგანგებო გაჩერების ღილაკს დააჭირეს, უკვე ძალიან გვიანი იყო. დეი მანქანის ქვეშ სასიკვდილოდ გაიჭყლიტა. ის, რაც ჩვეულებრივი სამუშაო დღე უნდა ყოფილიყო, საშინელ ტრაგედიად გადაიქცა. გამომძიებლები გამოიძახეს, რათა გაერკვიათ, სად დაუშვეს შეცდომა და აღმოჩენილმა შედეგებმა შეშფოთება გამოიწვია. Lockout takeout-ის პროცედურა, რომელმაც დეის სიცოცხლე შეიძლება გადაარჩინა, სრულიად უგულებელ ყოფილი იყო. პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად სიჩქარეში ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოტოვეს. პალეტიზატორში ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული გაჭედვების პრობლემაც ცნობილი იყო. თუმცა კომპანიას არასდროს გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მათი გამოსასწორებლად. ამის ნაცვლად ისინი დროებით მუშებზე, როგორც დეი იყო, იყვნენ დამოკიდებული, რომ დაელაგებინათ ის არეულობა, რასაც ეს განმეორებადი გაუმართავობები იწვევდა. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციამ OSHA ბაკარდი $192,000 დააჯარიმა მრავალჯერადი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის. თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ ჯარიმა $100,000-მდე შემცირდა. დეის სიკვდილი კიდევ ერთი მაგალითი გახდა იმისა, რა ხდება მაშინ, როდესაც უსაფრთხოება სისწრაფეს ეწირება. მაგრამ სისწრაფე ეფექტიანობას არ ნიშნავს. მაგრამ ყველა სამუშაო საფრთხე დაუდევრობას ან ტექნიკას არ უკავშირდება. ზოგჯერ რისკები თავად სამუშაოს ბუნებაშია. ძალადობა იქნება ეს ადამიანის, მანქანის თუ ცხოველის მხრიდან. სამუშაო ადგილზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს შორის ცოტაა ისეთი, რომელიც ჩვენს შემდეგ ისტორიაზე უფრო პოპულარულია. სტივ ირვინი იყო ადამიანი, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობდნენ და უყვარდათ. სტივ ირვინი 1962 წელს ავსტრალიაში დაიბადა და ცხოველებით გარშემორტყმულ გარემოში გაიზარდა. მის მშობლებს პატარა რეპტილიების პარკი ჰქონდათ და სტივმა ბავშვობიდანვე ისწავლა, როგორ მოქცეოდა ნიანგებს, გველებს და სხვა ველურ ცხოველებს. სტივს ჰქონდა გადამდები ენთუზიაზმი და გამორჩეული პიროვნება, რამაც ის გლობალურ სიმბოლოდ აქცია. ის ცნობილი გახდა თავისი სატელევიზიო შოუთი ნიანგებზე მონადირე, სადაც ის ყველაზე საშიშ ცხოველებთან გაბედულ შეხვედრებს აჩვენებდა. 2006 წლისთვის სტივი ველური ბუნების დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახელად იქცა. მან კარიერა რისკებზე აგო. ნიანგებთან ჭიდაობიდან დაწყებული, შხამიანი გველების გადარჩენით დამთავრებული, ყოველთვის ღიმილით და თავისი ცნობილი ფრაზით: კრაიკი. ხალხი მხოლოდ მის სიმამაცეს კი არა, არამედ ველური ბუნებისადმი ღრმა პატივისცემასაც აღფრთოვანებით უყურებდა. საფრთხე მისი პროფესიის ნაწილი იყო, მაგრამ ეს იყო რისკი, რომელსაც ის განათლებისა და ბუნების დაცვის სახელით იღებდა. 2006 წლის სექტემბრის 4 რიცხვში სტივ ირვინი იღებდა ახალ დოკუმენტურ ფილმს სახელად „ოკეანის ყველაზე მომაკვდინებელი არსებები“. პროექტი ფოკუსირებული იყო საშიშ საზღვაო არსებებზე და მიმდინარეობდა ავსტრალიის კუინზლენდის სანაპიროსთან.
იმ დღეს გადამღები ჯგუფი იღებდა დოკუმენტური ფილმისთვის მასალას მარჩხწყალში, სადაც საზღვაო არსებებს იღებდნენ. საინტერესო ცხოველების მოსაძებნად ძიებისასას მათ ზღვის ფსკერზე დიდი სკატი შენიშნეს, რომელიც ისვენებდა. სკატები როგორც წესი მშვიდობიანი არსებები არიან და იშვიათად წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანებისთვის, თუ თავს არ იგრძნობენ საფრთხეში. სტივისთვის ეს შეხვედრა მშვიდ და ჩვეულებრივ მოვლენად ჩანდა, იმ ნიანგებთან და შხამიან გველებთან შედარებით, რომლებთან გამკლავებასაც ის იყო მიჩვეული. სტივმა გადაწყვიტა სკატთან მიახლოება, რათა ახლოდან გადაეღო ის. როგორც ყოველთვის ის ფრთხილად მოძრაობდა. ცდილობდა არ შეეშინებინა ცხოველი, მაგრამ კონტაქტის რაღაც ეტაპზე სკატმა შეიძლება თავი მოჭერილად ან საფრთხეში იგრძნო. მეორე წამში სკატმა კუდი გააქნია და სტივს რამდენიმეჯერ მკერჩი დაარტყა თავისი შხამიანი ეკლით. ეკიპაჟის წევრები სასწრაფოდ მიიჭრნენ, რომ სტივი ნავზე აეყვანათ, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო. ის რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მთელი ინციდენტი კამერაზეა დაფიქსირებული, თუმცა ვიდეო მასალა არასოდეს გამოუქვეყნებიათ მისი ოჯახის თხოვნით. შოკმა მთელი მსოფლიო მოიცვა. სტივ ირვინი ხშირად მუშაობდა პლანეტის ყველაზე საშიშ რეპტილიებთან, ხშირად სანახაობრივი მანერით, რის გამოც ხალხს ეგონა, რომ თუ რამე დაემართებოდა, ეს ან ნიანგი იქნებოდა, ან შხამიანი გველი. მაგრამ სკატის მიერ მომაგდინებელი შემთხვევები უკიდურესად იშვიათია. ავსტრალიაში სტივამდე სკატის მიერ გამოწვეული მხოლოდ ერთი სხვა სიკვდილი იყო დაფიქსირებული. გლოვის ტალღა უზარმაზარი იყო. მილიონობით ფანი მის დაკარგვას გლოვობდა. მას იხსენებდნენ არა მხოლოდ როგორც მამაც ავანტიურისტს, არამედ როგორც ადამიანს, რომელსაც ნამდვილად უყვარდა ის ცხოველები, რომლებთანაც მუშაობდა. თუმცა ამ გლოვის შუაგულშიც კი მისმა სიკვდილმა უცნაური შურისძიება გამოიწვია სკატების მიმართ. ინციდენტის შემდეგ კვირებში ავსტრალიის სანაპიროზე ათეულობით სკატი დასახიჩრებული იპოვეს, არასწორი შურისძიების შედეგად. სტივის ოჯახმა დაგმოეს ქმედებები და მსოფლიოს შეახსენა, რომ სტივმა მთელი ცხოვრება ცხოველების დაცვას მიუძღვნა და არასოდეს ისურვებდა მათთვის ზიანის მიყენებას. სტივ ირვინის სიკვდილი სამუშაო ადგილზე მომხდარი უნიკალური ტრაგედია იყო. მისთვის ველური ბუნება იყო ოფისი და ყოველთვის იცოდა მასთან დაკავშირებული რისკები. მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა ასეთ შედეგს ცხოველისგან, რომელიც იშვიათად ასოცირდება საფრთხესთან. მიუხედავად იმისა, რომ სტივ ირვინის ისტორია გვიჩვენებს, რამდენად არაპროგნოზირებადია ბუნება, ჩვენი შემდეგი ისტორია აჩვენებს, რომ ადამიანებიც შეიძლება ფატალური შეცდომები დაუშვან. ეს არის ისტორია კაცზე, იარაღზე და ბრიუსლის შვილზე. დაებენი, ნება მომეცი აგიხსნა. ბრენდონ ლი იყო ბრიუს ლის ცნობილი საბრძოლო ხელოვნების ოსტატის შვილი, მაგრამ 1990-იან წლებში ბრენდონი უკვე თავის გზას იკვალავდა ჰოლივუდში. მას სურდა დაემტკიცებინა, რომ ეს მხოლოდ ბრიუს ლის შვილი არ იყო. ბრენდონი ნიჭიერი, ქარიზმატული იყო და წინ ნათელი მომავალი ჰქონდა. 1993 წელს ბრენდონმა მთავარი როლი მიიღო ფილმში ყორანი, ბნელ ფილმში კაცზე, რომელიც მოკლეს და შემდეგ შურის საძიებლად მკვდრეთით აღდგა. ეს როლი ბრენდონისთვის დიდი მომენტი იყო და მას ვარსკვლავურ კარიერას გაუხსნიდა. ფილმი თამამი და ამაღელვებელი იყო, ძაფრი მოქმედების სცენებითა და შემზარავი ვიზუალებით. მაგრამ კულისებში ყველაფერი ასე მარტივად არ იყო და გადაღებების დროს დაშვებულმა ერთმა შეცდომამ ყველაფერი შეცვალა. 1993 წლის 31 მარტს ბრენდონი მნიშვნელოვან სცენას იღებდა. ამ სცენაში მისი პერსონაჟი ოთახში შედის და სხვა მსახიობი მას რევოლვერით ესვრის. ეს იყო დრამატული მომენტი, რომელიც სიუჟეტის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა და როგორც ჰოლივუდში ყველა იარაღის სცენა ის ფრთხილად უნდა ყოფილიყო დადგმული. სცენაში გამოყენებული იარაღი დამუხტული იყო ფუჭი ვაზნებით, რომლებიც ქმნიან გასროლის ხმასა და ელვას, მაგრამ ნამდვილი ტყვია არ ესვრება. ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა და არავინ ელოდა, რომ რამე არასწორად წავიდოდა. რაც ეკიპაჟმა ვერ გაიაზრა იყო ის, რომ რევოლვერს სასიკვდილო ხარვეზი ჰქონდა. წინა სცენის დროს იმავე იარაღში ჩადებული იყო იმიტაციური ვაზნები, რომლებიც რეალურივით გამოიყურება, მაგრამ არ შეიცავს დენს. ისინი ჩვეულებრივ გამოიყენება ახლო კადრებისთვის, სადაც ცილინდრში ვაზნები ჩანს. იმ იმიტაციური ვაზნებიდან ერთი იარაღის ლულაში გაიჭედა, ამას squibloads უწოდებენ. ეს საფუძვლიანი შემოწმებისას უნდა აღმოეჩინათ, მაგრამ ასე არ მოხდა. როდესაც იარაღი ბრენდონის სცენისთვის ფუჭი ვაზნებით დატვირთეს, ეკიპაჟმა უნებლიეთ კატასტროფას ჩაუყარა საფუძველი. ფუჭ ვაზნებს ტყვია არ აქვთ, მაგრამ მათ მაინც აქვთ საკმარისი ძალა, რომ ლულაში ჩარჩენილი ნებისმიერი საგანი გამოაგდონ. როდესაც სასკლეთი გამოიწიეს, ფუჭი ვაზნა გავარდა და ლულაში გაჭედილი კალბი ტყვია სასიკვდილო სიჩქარით გამოაგდო. პროჯექტილმა ბრენდონს მუცელში დაარტყა, რამაც კატასტროფული შიდა დაზიანებები გამოიწვია. თავდაპირველად გადასაღებ მოედანზე არავინ მიხვდა რა მოხდა. ბრენდონის სცენარის მიხედვით დაეცა მიწაზე, მაგრამ როცა არ წამოდგა, გადამღებმა ჯგუფმა მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
ქაოსი ატყდა, როცა ხალხი მის დასახმარებლად გაიქცა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმები დაუღალავად ცდილობდნენ მისი ცოცხლის გადარჩენას. სიცოცხლის გადარჩენას. სამწუხაროდ, დაზიანება ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ბრენდონ ლი იმავე დღეს გარდაიცვალა, სულ რაღაც 28 წლის ასაკში. გამოძიებამ სწრაფად გამოავლინა შეცდომების სერია, რომელმაც ფატალურ ავარიამდე მიიყვანა ხვანა. ფილმის იარაღების სპეციალისტი იმ დღეს გადასაღებ მოედანზე არ იმყოფებოდა და იარაღის უსაფრთხოების პროტოკოლები უგულებელყოფილი იყო. მარტივი შემოწმებით შეიძლებოდა აღმოჩენილიყო დაბლოკილი ლულა, მაგრამ გადაღების აჩქარებაში ეს გამორჩათ. ბრენდონის გარდაცვალების შემდეგ რეფორმების დაპირებები გაჩნდა. ჰოლივუდმა გაამკაცრა გარკვეული უსაფრთხოების წესები, გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას, მაგრამ სამწუხაროდ ეს გაკვეთილები ვერ ისწავლეს. წლების შემდეგ მსგავსი ტრაგედიები კვლავ მოხდა, მაგალითად 2021 წელს ალეკ ბოლდვინის მონაწილეობით სროლის ინციდენტი ფილმ რუსტის გადასაღებ მოედანზე, სადაც ოპერატორი ჰალინა ჰაჩინსი დაიღუპა. ამ შემთხვევებმა დაამტკიცა, რომ უსაფრთხოების დარღვევები კვლავ ხდება, როდესაც სათანადო ზომები უგულებელყოფილია. სამუშაო ადგილზე კატასტროფებს სხვადასხვა სახე შეიძლება ჰქონდეთ. ზოგჯერ ეს უბედური შემთხვევაა, ზოგჯერ დაუდევრობა, ხოლო ზოგჯერ გაცილებით უფრო განზრახი რამ არის, რაც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ილუზიას ანგრევს. 2015 წლის 26 აგვისტოს, ვირჯინიაში დილის პირდაპირ ეთერის დროს, რეპორტიორი ელისონ პარკერი და ოპერატორი ადამ უორდი ბრიჯუოტერ პლაზაზე მანეტაში, ვირჯინია იმყოფებოდნენ. ელისონ პარკერი, ენერგიული 24 წლის ჟურნალისტი, პირდაპირ ეთერში ინტერვიუს ატარებდა ვიკი გარდნერთან, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის ლიდერია. ადამ უორდი, 27 წლის, კამერის უკან იდგა და ყოველ მომენტს თავისი ჩვეულებრივი პროფესიონალიზმით აფიქსირებდა. ტელევიზიის ჯგუფისთვის ეს კიდევ ერთი ჩვეულებრივი დავალება ჩანდა, სადაც ისინი ადგილობრივ ამბავს აშუქებდნენ. გადაცემა როგორც ყოველთვის დაიწყო. ელისონ პარკერი იღიმებოდა და სტუმართან საუბარს იწყებდა. ადამ უორდის კამერამ სცენა იდეალურად დააფიქსირა, მათ უკან კი ხალხმრავალი მოედანი ჩანდა. მაგრამ როცა ელისონ უორდმა შემდეგი კითხვა დასვა, რაღაც მოულოდნელი მოხდა. კაცი არ საიდან გამოჩნდა. გაფრთხილების გარეშე მან სროლა დაიწყო. პირველი გასროლები ყველას გააოცა. ელისონმა იყვირა და გაიქცა, მიკროფონი კი ძირს დაუვარდა. ადამის კამერა გადმოვარდა, როცა მანაც სცადა რეაგირება. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ელისონი და ადამი რამდენჯერმე ესროლეს, მაშინ როცა მათი კოლეგები საკონტროლო ოთახში შიშით უყურებდნენ. მაყურებლებმაც სახლში იხილეს ქაოტური სცენა, სანამ ეთერი მოულოდნელად არ შეწყდა. მომხდარის ავტორი იყო ვესტერლი ფლანაგანი, 41 წლის ყოფილი ტელევიზიის თანამშრომელი, რომელიც ამ არხზე მუშაობდა ეთერის სახელით ბრაის უილიამსი. ფლანაგანი 2013 წელს გაათავისუფლეს არასტაბილური ქცევისა და კოლეგებთან კონფლიქტების გამო. წლების განმავლობაში მისი რისხვა გროვდებოდა და ის ალისონსა და ადამს ადანაშაულებდა თავის მდგომარეობაში. თავდასხმა ამით არ დასრულებულა. განსაზღვრული სისასტიკის გამოვლინებით ფლანაგანმა სროლა საკუთარი თვალთახედვიდან ჩაწერა და მოგვიანებით ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა. თუმცა ცხადია ვიდეოს არ გაჩვენებთ, ის ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. ბევრმა თავიდან იფიქრა, რომ ეს რაღაცა ხუმრობა იყო, რადგან მკვლელობის პირდაპირ ეთერში გადაცემა ტელევიზიით ძალიან დაუჯერებლად ჟღერდა. მაგრამ ასე არ იყო. ეს რეალური იყო და რეალობა საზარელი იყო. ეს ამბავი შეგვახსენებს, რომ სამუშაო ადგილზე ძალადობა ყველგან შეიძლება მოხდეს, თუნდაც ისეთ გარემოში, სადაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ვინც ელისონსა და ადამს იცნობდა, მათთვის მათი დაკარგვა ძალიან პირადი იყო და ეს მსოფლიოსთვის იყო შემაშფოთებელი გაფრთხილება, რამდენად მყიფეა უსაფრთხოება. ჯერჯერობით ვისაუბრეთ ინდივიდუალურ ტრაგედიებსა და მიზანმიმართულ თავდასხმებზე, მაგრამ რა ხდება მასშტაბური კატასტროფების შემთხვევაში? ეს არის რანა პლაზას ისტორია. რანა პლაზა იყო 8 სართულიანი კომერციული შენობა დაკაში, ბანგლადეში. ის აშენდა 2006 წელს და მასში განთავსებული იყო რამდენიმე სამკერვალო ფაბრიკა, რომლებიც აწარმოებდნენ ტანსაცმელს, ისეთი მსხვილი საერთაშორისო ბრენდებისთვის, როგორიცაა პრაიმარკი, ვოლმარტი და ბენეტონი. ათასობით მუშა, უმეტესად ქალები, მუშაობდნენ შენობაში ხანგრძლივი საათების განმავლობაში და კერავდნენ ტანსაცმელს, რომელიც საბოლოოდ მსოფლიოს მაღაზიებში გაიყიდებოდა. ამ მუშათაგან ბევრისთვის ეს სამსახური მათი გადარჩენის საშუალება იყო. ის უზრუნველყოფდა მცირე, მაგრამ აუცილებელ შემოსავალს ქვეყანაში, სადაც შესაძლებლობების პოვნა რთული იყო. 2013 წლის აპრილში რანა პლაზა უკვე ხალხმრავალ და მუდამ აქტიურ ცენტრად იყო ქცეული. მაგრამ ეს შენობა ქარხნების განთავსებისთვის არ იყო განკუთვნილი. თავდაპირველად ის მაღაზიებისა და ოფისებისთვის იყო დაპროექტებული, მაგრამ ცუდად იყო აშენებული და ბევრი პრობლემა ჰქონდა. სართულები უკანონოდ იყო დამატებული, ხოლო გამოყენებული მასალები არასაკმარისი ხარისხის იყო. 2013 წლის 23 აპრილს მუშებმა რაღაც შემაშფოთებელი დაინახეს.
შენობის კედლებსა და სვეტებში დიდი ბზარები გაჩნდა. ბზარები იმდენად დიდი იყო, რომ ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა, ხოლო ქვედა სართულებზე მდებარე მაღაზიები და ოფისები დაიხურა. მაგრამ ზედა სართულებზე მდებარე სამკერვალო ქარხნებისთვის ყველაფერი სხვანაირად იყო. ქარხნის მფლობელები, რომლებიც სავარაუდოდ საერთაშორისო კლიენტებისთვის წარმოების ვადების შესრულების ზეწოლის ქვეშ იყვნენ, ამტკიცებდნენ, რომ მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო. მუშაკებს უთხრეს, რომ მეორე დღეს დაბრუნებულიყვნენ, თორემ სამსახურს დაკარგავდნენ. შიშის მიუხედავად ბევრმა უხალისოდ დათანხმდა, რადგან უმუშევრობის ეშინოდათ. ბზარების მიზეზის დასადგენად სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა. შენობის მფლობელმა განაცხადა, რომ ყველაფერი უსაფრთხო იყო და ბევრმა მუშამ ამ დამშვიდებას დაუჯერა. ოფიციალური შემოწმების გარეშე, ათასობით მუშა დაბრუნდა იმ ადგილას, რომელიც მალე სასიკვდილო მახედ იქცა. 2013 წლის 24 აპრილის დილა ჩვეულებრივად დაიწყო. ათასობით მუშა შენობაში შევიდა, სამკერვალო მანქანებთან თავისი ადგილი დაიკავა, ხოლო ზედამხედველები მათ კვოტების შესრულებისკენ ისკენ მოუწოდებდნენ. მაგრამ დილის 9-ის ცოტა ხნით ადრე კატასტროფა დატრიალდა. შენობამ ღრმა გმინვის მსგავსი ხმა გამოსცა, თითქოს ცდილობდა თავი ერთიანად შეენარჩუნებინა. შემდეგ წამში ყველაფერი ჩამოიშალა. შემდეგ ქაოსი დაიწყო. ბეტონის ფილების, ფოლადის კოჭებისა და არეულად გადაბმული სადენების 8 სართული ისე ჩამოიშალა, როგორც კარტის დასტა, რომელსაც ხელი დაარტყეს. ქმაური გამაკრუებელი იყო. ბეტონის ჩახეთქების და ლითონის ჭრიალის გუგუნი, შერეული შენობაში მყოფი ათასობით მუშის შეშინებულ კვირილთან. ჩამოშლა მჰაერის სქელი ნაცრისფერი მტვრით აავსო, რის გამოც სუნთქვაც და ხედვაც გაძნელდა. 3600-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა ნანგრევებში მოყოლილი იქ, სადაც ადრე სიცოცხლით სავსე სამუშაო ადგილი იყო. დახმარების ჩახშობილი ძახილები ნანგრევებიდან ისმოდა, სრული განადგურების სურათში, სადაც მიმოფანტული იყო საკერავი მანქანების ნაწილები, ტანსაცმელი და ნგრეული ცხოვრებები. ეს იყო კოშმარი, რომელიც რეალობად იქცა. შეიძლება ნგრევა მოულოდნელად ჩანდა, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ვგულისხმობ, კედლებსა და სვეტებზე ის ბზარები თრები თითქოს ყვიროდნენ, რაღაც სუდი უნდა მომხდარიყო. ისე არ იყო, რომ გაფრთხილება არ ყოფილიყო. მგონია ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა ხალხმა ნიშნები უგულებელყო, რადგან არ სურდათ დაეჯერებინათ, რომ ასეთი კატასტროფა მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო. ან იქნებ უბრალოდ საკმარისად არ აინტერესებდათ, რომ ემოქმედათ. არ ვიცი, მაგრამ დაგაფიქრებს, რამდენის თავიდან აცილება შეიძლებოდა ვინმეს ის ბზარები სერიოზულად რომ არ ეკვა. შენ ასე არ ფიქრობ? როგორც არ უნდა იყოს, ამის შემდეგ დაწყებული ქაოსი რამდენიმე დღე გაგრძელდა. ნანგრევებში მოყოლილი გადარჩენილები აღწერდნენ საშინელ მომენტებს ჩამონგრევის შემდეგ. სრული სიბნელე, დამახჭობელი სიცხე და ყველგან კვირილის ხმა. ზოგი მძიმე კოჭების ქვეშ იყო მოყოლილი და ვერ მოძრაობდა. სხვები კი პატარა ჰაერის ჯიბეებში სიცოცხლეს ეჭიდებოდნენ. ბევრი მაშინვე დაიღუპა, მაგრამ სხვებისთვის კოშმარი დღეების განმავლობაში გაგრძელდა. სამაშველო სამუშაოები თითქმის მაშინვე დაიწყო, მაგრამ ისინი ქაოტური იყო. მოხალისეები და მაშველები, რომლებსაც მხოლოდ პატარა ხელსაწყოები და შიშველი ხელები ჰქონდათ, ნანგრევებში თხრიდნენ, უსმენდნენ სუსტ ყვირილს ან კაკუნის ხმებს. წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთი სამაშველო ჯგუფის წევრი ხარ, ეხმარები ერთ ადამიანს და ამ დროს სხვაზე გაჭირვების ამბავს იგებ. ზოგი გადარჩენილისთვის ერთადერთი გზა მათი გადარჩენისა იყო კიდურების მოკვეთა, რომლებიც ბეტონის ქვეშ იყო მოყოლილი, რათა გაეთავისუფლებინათ ისინი, სანამ გაუწყლოვანებას ან ინფექციას ემსხვერპლებოდნენ. როცა სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაღუპულთა რიცხვმა 1100 გადააჯარბა, ხოლო 2500-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმის სცენას გავდა. როდესაც მტვერი ნელ-ნელა ჩაცხრა, გაჩნდა კითხვები თუ როგორ შეიძლებოდა ასეთი ტრაგედია მომხდარიყო. გამოძიებლები გამოიძახეს, რათა დაედგინათ რა იყო არასწორი და მათი დასკვნები დამამძიმებელი არ მოჩნდა. შენობა აშენებული იყო შესაბამისი ნებართვების გარეშე, ხოლო უკანონოდ დამატებულმა სართულებმა მისი კონსტრუქცია გადატვირთა. გახსოვთ ადრე რაც გითხარით, რომ იქ ქარხნები არ უნდა განთავსებულიყო. მძიმე საკერავი მანქანების ვიბრაციებმა შენობა კიდევ უფრო დაასუსტა, რის გამოც ნგრევა გარდაუვალი გახდა. თუმცა მიუხედავად აშკარა გამაფრთხილებელი ნიშნებისა, ქარხნის მფლობელებმა გადაწყვიტეს რისკები დაიგნორებინათ და მუშების სიკვდილის ხაფამში დააბრუნეს. Rana Plaza-ს კატასტროფა გლობალურ სკანდალად იქცა. მსხვილ ბრენდებს მკაცრი ყურადღება მიექცათ იმის გამო, რომ წარმოებას ისეთ ქარხნებს აბარებდნენ ქვეკონტრაქტით, სადაც სამუშაო პირობები უსაფრთხო არ იყო. ამის საპასუხოდ შეიქმნა ბანგლადეშის ხანძრისასა და შენობების უსაფრთხოების შეთანხმება, რომელმაც პირობა დადო, რომ სამოსის ინდუსტრიაში უსაფრთხოების სტანდარტებს გააუმჯობესებდა. დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის ფონდები შეიქმნა, თუმცა ბევრმა გადარჩენილმა ძალიან ცოტა, ან საერთოდ ვერაფერი მიიღო.
რანა პლაზას ჩამონგრევა მხოლოდ შენობის დანგრევის ამბავი არ არის, არამედ კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რა ხდება მაშინ, როცა მოგება ადამიანების სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანია. ესეთი შემთხვევები არასდროს უნდა ხდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი შემთხვევები კვლავ ხდება. რა აქვს საერთო ამ ყველა ისტორიას? იქნება ეს შენობის ჩამონგრევა, მექანიზმის გაუმართავობა თუ ძალადობის აქტი. ისინი აჩვენებენ რა მძიმე ფასს ვიხდით უსაფრთხოების უგულებელყოფისა და მოგების ან დაუდევრობის პირველ ადგილზე დაყენების გამო. ეს ტრაგედიები გვახსენებს, რომ თითოეული რიცხვის უკან რეალური ადამიანებით განან, თავიანთი ცხოვრებით, ოჯახებითა და ოცნებებით. და ჩვენზეა დამოკიდებული, რომ მათი ისტორიები არასოდეს დავივიწყოთ. რას ფიქრობთ ამ ტრაგედიებზე? მართლა შეიძლება მათი თავიდან აცილება, თუ უბრალოდ ბიზნესის კეთების საფასურია? მითხარით თქვენი აზრი ქვემოთ კომენტარებში. გსურთ არხს მხარი დაუჭიროთ. შემოუერთდით ექსკლუზიური უპირატესობებისთვის. გმადლობთ ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. იყავით თამამები და იცხოვრეთ გაბედულად.